16 წლის ასაკში დაიწყე ბიზნესი. შენთვის მაინც რა იყო ყველაზე დიდი სირთულე და მაინტერესებს დანებებაზე თუ გიფიქრია ოდესმე. 16 წლის ასაკში საკმაოდ დიდი ზეწოლა მქონდა სკოლიდან. ყველაზე რთული ბიზნესის დაწყებისას 16 წლის ასაკში იყო ის, რომ შემეთავაზებინა ბიზნესი და ბიზნესის სწავლა, განვითარება, წინსვლა სკოლასთან, მაგალითად, სხვა ყოველდღიურ აქტივობებთან, მეგობრების შეკრებებს ხშირად მიწევდა, რომ არ დავსწრებოდი. დანებებას რაც შეეხება, სიმართლე გითხრა არა, რადგან თავიდანვე უკვე ისეთი გონებით დავიწყო, რომ დანებება მან უკვე აღარც მოიაზრება. ხო, ჩვენი გამოცდილებით რა ვიცი, დავიწყეთ და ძალიან ბევრი იყო სირთულე. აი, მართლა ძალიან ბევრი სირთულე იყო, მაგრამ ერთხელ არ მახსენდება ისეთი მომენტი, როცა აი, ან მე ან შენ რაღაცა ან დავტყობია, ან გვითქვამს, რომ აი, ხო არ ქონია დანებები საერთოდ რაღაცა გაუბრაზებულად. რა გავაკეთოთ, როგორ მოვაგვაროთ, რა გავაკეთოთ და რეალურად ახალ ბიზნესს რო იწყებს ადამიანი, იმიტომ ფიქრობს შეწყვეტაზე და დანებებაზე, რადგან არ აქვს ბოლომდე გადაწყვეტილი. რომ უნდა თუ არ უნდა, ადამიანმა უნდა გადაწყვეტოს, გინდა თუ არა და შემდეგ დაიწყო მაგის მიმართ სწრაფვა. თუ არ იცი რეალურად რა გინდა ცხოვრებაში, რანაირად წარმოიდგენ იმას, რომ მე ეს მინდა, მე ეს მექნება.